საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ. გია ბარამიძის შემდეგ ნიკა გვარამია და სალომე სამადაშვილი სახელმწიფო გუნდი ოპოზიციის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. ამჯერად საქმე ეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც ის აფხაზეთს ტრამვულ მეხსიერებას უწოდებს და მისგან გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს. ოპოზიციის წარმომადგენელი პარალელს ავლებს სომხეთთან, ამბობს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ტრამვები დაამარცხა, უარი თქვა არარატის სიმბოლოზე და ყარაბაღით ჩააბარა. ნიკა გვარამიას ეს განცხადება სექტორის წარმომადგენლებმა და ოპოზიციის ნაწილმა გაიზიარეს, მეტიც მას პრაგმატული და რაციონალური უწოდეს. საულმე გოფრონიძე კი ამბობთ. აშკარად იკვეთება ის, რომ ამ უსამშობლო აგენტურას, რომელიც გარე ძალებიდან იმართება, ახალი დავალება აქვს მიღებული. მორიგი გარე დავალების შემსრულებლად კი მმართველი გუნდის განცხადებით ამჯერად ნიკა გვარამია შეირჩა, რომელმაც პირდაპირ ეთერში საქართველოს ისტორიულ ნაწილს ოკუპირებულ აფხაზეთს ტრამვული მეხსიერება უწოდა და მისგან გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა. მაგალითად კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მოიყვანა. ნიკა გვარამიას აღფრთოვანება ნიკოლ ფაშინიანის იმ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომ მან უარი თქვა არარატის სიმბოლოზე და ყარაბაღის საკითხში დათმობის გზა აირჩია. სწორედ ამით გვარამიას შეფასებით ფაშინიანმა ტრაუმები დაამარცხა. ტრაუმული მეხსიერება საფრთხის მომცველი არის, საფრთხის მატარებელი არის, გულზარსავით მუშაობს, წინარგიშვებს, განვითარებას ბლოკავს. მაგიტომ არ აღფრთოვანებული ფაშინიანი სინამდვილეში, რომ ამ კაცმა რაც შეძლო, ეს არის დამარცხება ტრაუმების. მაგალითად არარატი წაშალა ბეჭდიდან, შტამპიდან გადასვლის. თქვა რომ იცი რა, არ არის ეს არარატი მართლა ჩვენთან და კი ჩვენი ისტორიის ნაწილია, მაგრამ არ არის ჩვენი გეოგრაფიის ნაწილი. ამიტომ თურქეთთან პრობლემა თუ გვინდა რომ კონდეს ეხატოს ის არარატი, მაგრამ იქნებით ღარიბები და რუსეთზე მიმულები. იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე იყო ეს ყარაბაღთან დაკავშირებით, ხო? რეალურად რომ ყარაბაღი ხო ჩაბარება იყო, ხო? იყო ომი, ასე შემდეგ გასაგებია ეს ყველაფერიც, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა რომ ნუ მომაშორეთ. ნიკა გვარამია მისი ამ განცხადების ახსნას და თავის მართლებას სოციალური ქსელით შეეცადა. ეს კი მას შემდეგ, რაც მის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მწვავე შეფასებები მოჰყვა. მაგალითის მოყვანა ეს კიდევ უფრო მძიმეა და საუბარი ეხებოდა იმას, რომ ესე იგი ფაშინიანმა კონფლიქტი მოაგვარა და საუბრობდნენ იმაზე, თვითონ გვარამია საუბრობდა, რომ ყარაბაღი ჩააბარა. წარმომიდგენია ხა ვერ წარმომიდგენია როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როდესაც ამ ტიპის შედარებებს აკეთებ, ხო? ორი აბსოლუტურად განსხვავებული თემა. თუმცა, აგენტის ბედი ასეთია. ამის თქმის საფუძველს მმართველ გუნდს შეფასებები აძლევს, რომელიც ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთის დათმობის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას NGO სექტორსა და ოპოზიციის ნაწილში მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი, ვინც გვარამიას დაეთანხმა სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე იყო. ოპოზიციონერი სალომე სამადაშვილი კი თulis, რომ აფხაზებისთვის საქართველოს უფრო საშიში და დიდი პრობლემაა. ბუსმინე ნიკა გვარამიას ინტერვიუს აფხაზეთის თემაზე და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა. საქართველოს უფრო მეტად დაემსგავსა რაღაცა კიდევ უფრო ღარიბ ვერსიას რუსული პოლიტიკური სისტემის, ხო? ანუ შენ შესათავაზებელი რაიმე ასე ვთქვათ უკეთესი ალტერნატივის ხედვასაც ასე ვთქვათ ვერ ქმნი. შენ არ შეიძლება რომ ესაუბრო ვინმეს ოკუპირებულ ტერიტორიებში იმაზე, რომ მათი უფლებები იქნება დაცული სახელმწიფოში, სადაც ამ სახელმწიფოს მოქალაქეების უფლებებს არღვევს მისი ხელისუფლება. აი რაღაცა თვალსაზრისით ჩვენ უფრო რეპრესიული კანონმდებლობაც კი გვაქვს, ვიდრე მათ აქვს. ის, რასაც NGO-ს წარმომადგენელი პრაგმატულ ხედვას უწოდებს, გაუაზრებელი წამოწდენაა გვარამიას პოლიტიკური პარტნიორისთვის თამარ ჩერგოლეიშვილი კოლეგა ოპოზიციონერის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულმა ჩვენმა კითხვებმა გააღიზიანა და თქვა მხოლოდ ის, რომ ნიკა გვარამიას ამ განცხადების გაკეთება არ უნდოდა და უბრალოდ წამოწდა. ხადია გაუაზრებელია, მაგრამ თავისთავად ის, რომ პოზიტივი ინტერესებით ამით თქვენი მხრიდან გვარამიას რაღაც აბსოლუტურად სულელურ წამოწდენებზე პროპაგანდის ატყობა არის უბრალოდ აი როგორი კომიკური, იცით?
ოპოზიციისა და NGO სექტორის მხრიდან გაკეთებულ ამ განცხადებებს სახიფათო პრეცედენტად აფასებენ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საერთო დღის წესრიგით მოქმედი შიდა ძალები მორიგ გარე დავალებას ასრულებენ და ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის გავრცელებას ცდილობენ. მიზანი კი სახიფათო და სენსიტიურ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის დატესტვა. თუმცა აქვე სახელმწიფო გუნდის წევრები ოპონენტებს ახსენებენ, რომ ყველა ეს მცდელობა უშედეგო იქნება, რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება შერიგებისა და ნდობის აღდგენის მკაფიო პოლიტიკას მიყვება. არც ოდნავ შეგნებულად ისტორიის დამახინჯება, ეს ერთი ცალსახად ჩვენ ხედავთ ამ ადამიანების მიერ აბსოლუტურად უადგილო შედარებებს ყარაბაღთან. ამით საზოგადოებას ეუბნებია, რომ აფხაზეთი არის თურმე რუსეთი და საქართველოს არ არის. საქართველოს მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია თურმე და საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის, საკუთარი ტერიტორიების საზღვრების მიღმა მოახდინა რომელიმე ტერიტორიის ოკუპაცია. ცალსახად ეს არის ანტიქართული განცხადება და ანტიევროპული განცხადება. ნიკა გვარამიას ეს განცხადება ზუსტად უსამშობლოების კლასიკური მაგალითია, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ, შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ, შენი ქვეყნის ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო და ეს გავს გარედან მიღებულ პირდაპირ დავალებას, რომ პატრონები ცდილობენ როგორმე გატესტონ მათ ახალი ნარატივი, თითქოს ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის ჩვენთვის რაღაც ისეთი ტვირთი, რომელიც აუცილებლად მოსაშორებელია და სად უნდა მოშორდეს, თუ არა, ისევ და ისევ ოკუპანტ ქვეყანასთან. ყარაბაღი არის და იყო ოფიციალური ტერიტორია აზერბაიჯანისა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ჰქონდა ნაცნობი როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია. ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიად აქვს ნაცნობი და საერთაშორისო ერთი-ორი გამონაკლისი ქვეყნის გარდა საერთაშორისო საზოგადოება ასეცნობს. აი როგორ შეიძლება ამის ერთმანეთთან შედარება? ხო და მე მინდა აქედან უპასუხო მათ ამ საწოდავებს, იმიტომ რომ სხვა სიტყვას ვერ პოულობ. წამული მეხსიერება კი არ არის. ჩვენი სამშობლოა და მისი ნაწილია. თქვენ უსამშობლოებო მართლა. როგორ იბრძვიან კონკრეტული ჯგუფების შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის წინააღმდეგ. ამის ლუსტრაცია სახელმწიფო გუნდისთვის ბოლო პერიოდში ოპოზიციისა და NGO სექტორის მხრიდან ერთობლივად დაწყებული კამპანია. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის პროცესის წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანია. ხელისუფლების შეფასებით გია ბარამიძის განცხადებით დაიწყო, რომელმაც ქართულ სამხედროებს ომის უმძიმესი დანაშაული დააბრალა. ამას კი აფხაზეთში ჰუმანიტარული მიზნით გაგზავნილ საწოლზე ატეხილი ისტერია მოჰყვა. ქვეყნის გარედან მართული ყალბი რუსოფობიური კამპანია და მისი მონაწილეობის ორმაგი სტანდარტი. ოპოზიციის მხარდამჭერი მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ირწმუნებოდა, რომ კახეთში მისი სასტუმრო რუსეთის მოქალაქეებს არ იღებს, თუმცა სხვა რამე აჩვენა ტელეკომპანია იმედის ექსპერიმენტმა. მართულ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღუება ხელოვნური პროცესია, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება და ერებს შორის შუღლის გაღუებას და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლას ემსახურება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს ნებისმიერი ეროვნების ტურისტის მისაღებად მზად არის და მოგზაურების ეთნიკური ნიშნით გამორჩევა დაუშვებელია. სოსო ელისაშვილი კი ამბობთ. გიორგი უშიკიშვილი ამტკიცებს, რომ მისი სასტუმრო რუსეთის მოქალაქეებს მასპინძლობაზე უარს ეუბნება. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მომღერალი და შატო მარანის მფლობელი ბოლო დროს გააქტიურებულ რუსოფობიურ კამპანიას უერთდება. თუმცა მისი განცხადება რეალობისგან განსხვავებული აღმოჩნდა. კახეთში მე მაქვს სასტუმრო და იქ როდესაც რუსები რეკავენ ხოლმე რაღაცა ან ღონისძიებონ თან ქორწილი რაღაცა ყოველთვის ვამბობთ უარს. და იმიტომ რომ იქ ახმეტას რო გასწრე პირველი სოფელია სადაც ხორდა გიორგი ანწუხელიძე და ეხლა ჩემთვის ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამბავი რომ ეხლა მე იქ რუსებს რაღაცა ღონისძიება მოუწყვა. ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტური ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ სასტუმროს რუსები ხშირად სტუმრობენ და მათთვის ღვინის ტურისა თუ სხვა ღონისძიებების დაგეგმვაც შესაძლებელია. გარდა ამისა, უშიკიშვილის მიერ უარყოფილი რუსების მასპინძლობა პრობლემას არც მაშინ წარმოადგენს, როდესაც ის ადგილზე იმყოფება. ჩვენ დავკავშირდით გიორგი უშიკიშვილის შატომარა. გთხოვთ დაელოდოთ. ჩვენ მალე კი პასუხებთ. მაინტერესებს ნომრები თუ არის თქვენთან შესაძლებელი, რომ დავჯავშნოთ რამდენიმე დღით. 90-დან ყავს ტურისტები და მინდა რომ გამოვშ. თვითონაც იყვნენ დაინტერესებული რუსეთიდან არიან და აი მაგალითად ორ შაბათს გვაქვს რამდენიმე ნომერი თავისუფალი. რუსეთიდან არიან რა და ან ღვინის დეგუსტაცია, რაღაცა მსგავსი აქტივობები ხო არ გაქვთ? ჯერჯერობით დაგეგმილი არ გვაქვს, მაგრამ ღვინოები გვაქვს არ იქნება წესით პრობლემა, რომ დავაგემოვნებინოთ ღვინოები. დავჯავშნოთ მაშინ.
კარგი, არ არის პრობლემა, დაგეულდებით. ხშირად ყავთ ისე უცხოელი სტუმრები? ძალიან ხშირად. საიდან მოდიან ხოლმე ყველაზე ხშირად? რა ვიცი, გერმანელები, პოლონელები, რუსებიც არიან ხოლმე. გიორგი უშიკიშვილი ჟურნალისტური ექსპერიმენტის შემდეგ თავის მართლების რეჟიმში გადავიდა სოციალურ ქსელში დამატებითი განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ რუს სტუმრებს უარს მხოლოდ დაბადების დღეებსა და დახურულ წვეულებებზე ეუბნება. თუმცა სასტუმროში დარჩენას არ უზღუდავს. არანაირი რუსული მუსიკა, ქორწილები და დღესასწაულები, ბუკინგიდან თუ დაჯავშნის ვინმე ან ისე კეთდება ჯავშანი, რომ მხოლოდ ღამის გათენებისთვის მოდიან. გიორგი უშიკიშვილის თავის მართლების შემდეგ მისი სახელობის შატომარანში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. სასტუმროს ტერიტორიაზე ჩვენი გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს. თავად უშიკიშვილი კი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. კომუნიკაციისას პასუხების შინაარსი შეცვალეს შატოს თანამშრომლებმა. აქამდე თუ ამბობდნენ, რომ რუსი სტუმრები მათ შეფერხების გარეშე სტუმრობდნენ, ახლა ამტკიცებენ თითქოს რუსები მათთან ნომრებს მხოლოდ საერთაშორისო პლატფორმის საშუალებით ჯავშნიან. რუსი სტუმრები დღევანდელი მონაცემებით აქვთ. ძირითადად ბუკინგიდან თუ ჯავშნიან, იმიტომ რომ ბუკინგს არ აქვს შესაძლებლობა. ჩვეულებრივ ჩვენი სტანდარტები გვაქვს. ჩვენ თანამშრომლებს აქვთ რუსულ ენაზე საუბრის შესაძლებლობა. არავინ საუბრობს ჩვენთან რუსულად არ იციან. ნაცმოძრაობის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების ტყუილები, რომ ტრადიციულად მარტივად გამოაშკარავებადია ამის შესახებ მმართველ გუნდში საუბრობენ. ქართულ ოცნებაში უსვამენ ხაზს, რომ ორმაგი სტანდარტით მოქმედი რადიკალების პრინციპები ფულსა და ქვეყნის გარედან მომავალ დირექტივებზე იცვლება. ჩვეულებრივი ფარისევლები არიან ყველა, ვინც ვითომ რაღაცა ანტირუსული განცხადებებით შემოიფარგლებიან, მაგრამ გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი, ხო, რა უნდა იყოს ახლა იმაზე მძიმე, რომ ესე იგი ქვეყანამ დავკარგეთ ტერიტორიები, გაგვინადგურეს ინფრასტრუქტურა, დაგვეღუპა როგორც მშვიდობიანი, ასევე ჩვენი გმირი ჯარისკაცები. მაშინ უბრალოდ გარე თავიანთი პატრონები ავალებდნენ, რომ ამ ტიპის მესიჟები უნდა გაიჟღერებინათ, დღეს გარე პატრონების დავალება არის შეცვლილი. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. მილის მომგვრელია, როცა ჩვენ ვისმენთ ამ რაღაც ორსახოვანებას ამ ადამიანების მხრიდან, და მარტივია მათი მთავარი ღირებულება ეს არის ფული. და როგორც კი შეიძლება მათ არ ვიცი სოციალურ მედიაში თუ ტელევიზიებში იდიდგულონ, რაღაც გულზე ჯიღი იცენ, მაგრამ როგორც კი ფულს დაანახვებენ რუსები იქნებიან თუ სხვები, ისინი საკუთარ სამშობლოსაც ყიდიან, აფხაზეთსაც ყიდიან, იქ მებრძოლი ბიჭების ხსოვნასაც ყიდიან. და ამის ზემოდან თუ საჭირო იქნება საკუთარ დედასაც გაყიდიან. ანტირუსულ განწყობებს აჩენენ საქართველოში და მეორეს მხრივ არ ეთაკილებათ ცეკვა თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის იქ მოსკოვში, კრემლში გამოსვლები. 2008 წლის შემდეგ ნაცმოძრაობის ლოიალური პოლიტიკისა და 2022 წლის შემდეგ ხელოვნურად გაახვევებული ანტირუსული განწყობების ავტორები დღესდღეობით ხშირად აღნიშნავენ, რომ ოკუპანტ სახელმწიფოში ჩატარებულ კონცერტებსა თუ ვიზიტებს მხოლოდ ახლა ნანობენ, რაც მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ რუსოფობია გარე ძალების მიერაა შეკვეთილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სამართლო პროცესი გაიმართა. დღეს ხდომაზე მოწმის სახით ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მშავდებული რომეო მიქაუტაძე ამჯერად დაცვის მხარის მიერ გამოიკითხა. პროკურორის განცხადებით მიკაუტაძემ დაადასტურა, რომ ქრთამის მოთხოვნის, ასევე მიღებისა და გადაცემის ფაქტები მოწმე ამბობს, რომ ბიზნეს სუბიექტებიდან აღებულ თანხებს ის ლილუაშვილს სუსის შენობაში მისსავე კაბინეტში გადასცემდა. მოწმემ კვლავ დაადასტურა უშუალოდ მოთხოვნის მიღების გადაცემის ფაქტები ქრთამის ასევე ლოკაცია იყო უცვლელი, დროის დაახლოებითი მონაკვეთებით იგივე ინფორმაცია პრაქტიკულად დაადასტურა. ორივე ეპიზოდთან მიმართებით ორივე ბიზნესმენი სხვადასხვა საქმიანობას და სხვადასხვა სფეროში იყო, თუმცა გარკვეული საჭიროებიდან გამომდინარე დადგა მათი საქმიანობის კუთხით საჭიროება, რომ კომუნიკაცია ქონოდათ რომეო მიქაუტაძესთან, რომეო მიქაუტაძის მიერ ეს საკითხი, რომეო მიქაუტაძის მხრიდან ეს საკითხი ცნობილი იყო გრიგოლ ლილუაშვილისათვის და გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან მოხდა მოთხოვნა კონკრეტული თანხის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შეიფუთა სახელმწიფო ინტერესად, თუმცა ცხადზე ცხადი იყო ყველასათვის, რომ ეს სახელმწიფო ინტერესის მატარებელი არ იქნებოდა.
სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს ორი საქმე განიხილა. მოსამართლემ კახაბერ მჭედლიშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ნანა ჟორჟოლიანს სამართალ დამრღვევად ცნეს, მას 800 ლარიანი გირაოს გადახდა დაევალა. სამართალ დამრღვევად ცნეს ტარიელ გოგუაძეც. მან სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა გურამ მაჭარაშვილს. გოგუაძეს ჯარიმის სახით 1500 ლარის გადახდა დაიკისრა. სამართალო როგორც მოგეხსენებათ ახდენს ასე ვთქვათ დაკვირვებას ღია წყაროებზე დაყრდნობით და რასაკვირველია მისასალმებელი არის თავად სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლოს მუშაობა ასე ვთქვათ მიმდინარე რეჟიმში და შეიძლება ითქვას რომ ნამდვილად შეინიშნება დადებითი ტენდენცია აღნიშნულ საქმეებთან მიმართებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა ბატონ ტარიელ გოგუაძეს სოციალურ სივრცეში განხორციელებული სიტყვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს გურამ მაჭარაშვილის მიმართ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით კი აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალ დამრღვევად და სახდერის სახით განისაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, განხილული იქნა სხვა სამართალ დამრღვევის საქმე. აღნიშნულ შემთხვევაში ოქმისშემდგენი ორგანო ბატონ კახაბერ მჭედლიშვილს ედავებოდა ქალბატონ ნანა ჟორჟოლიანის მიმართ სიტყვის შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს ასევე სოციალურ სივრცეში, რასთან დაკავშირებითაც აგრეთვე დაიწყო სამართალწარმოება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით კი აღნიშნული პიროვნება ასევე ცნობილი იქნა სამართალ დამრღვევად, სახდერის სახით კი განისაზღვრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით. თბილისის ქუჩებში ძლიერი წვიმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 2 დღის წინ მოსულმა უხმან ალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და კონკრეტული ლოკაციები. ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები მერიის შესაბამისი სამსახურების სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალაა ჩართული. სამუშაოები მიმდინარეობს ლეღვთახევში, სადაც გაიწმინდა სანიაღვრე ქსელები და ჭები, ასევე ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან გათავისუფლდა გზის სავალი ნაწილი. ტერიტორიაზე იწმინდება საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოებს ადგილზე დედაქალაქის მერი გაეცნო. ბორინა ონიანი გიამბობთ. ლეღვთახევში უხვინალექის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ტერიტორია ჩამოტეხილი ტოტებისა და სხვადასხვა ნატანი მასალისგან სუფთავდება. იწმინდება მდინარე და მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. გაწმენდით სამუშაოებს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო. მდინარე, რომელიც ხევში მოედინება, იყო ადიდებული. გააზიანა გარკვეული ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რამდენიმე დღე დაგვჭირდება სრული განახლებისთვის, რეაბილიტაციისთვის, დაზიანებულია მოაჯირები, ყველაფერი იქნება აღდგენილი, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული. ლეღვთახევის მდინარის დიდი ნაწილი ბოტანიკურ ბაღზე მოედინება, სადაც ძირითადი პრობლემები მდინარის კალაპოტის მიმდებარედ შეიქმნა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, თუმცა საკოლექციო ნაკვეთები და მცენარეები არ დაზიანებულა. ძირითადად პრობლემები შეექმნა მდინარის კალაპოტის მიმდებარედ, აი ტურისტული ბილიკები სადაც გადის, ძალიან დიდი ხეები მოგლიჯა და მდინარემ რამოდენიმე ადგილას კალაპოტიც კი იცვალა, ამიტომ აი ხა მიმდინარეობს კვლევა, როგორ ჯობია, შეიძლება საერთოდ აი ბილიკების მიმართულებაც კი შევცვალოთ, რომ მომავალში ჩვენ ვიზიტორებს რაიმე საფრთხე არ შეექმნათ. უხმან ალექმა დედაქალაქის სხვა ლოკაციებიც დააზიანა. სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. მძიმე ტექნიკით სამუშაოები თითქმის დასრულებულია. გაიწმინდა სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც სხვადასხვა სახის ნარჩენით იყო ამოვსებული. გზის სავალი ნაწილი წვიმის შედეგად ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან გაიწმინდა. სამუშაოებში მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის თბილსერვის ჯგუფისა და ეკოსერვის ჯგუფის თანამშრომლები არიან ჩართული. სანიაღვრე ქსელების გარშემო, სადაც იყო ასფალტები დაზიანებული, აღვადგინეთ ყველა მონაკვეთზე. ამ ეტაპზე ვიმყოფებით ლეღვთახევში, უკვე ვინაიდან წყლის დონემ დაიწია, მდინარის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, ხვალისთვის ეს სამუშაოებიც იქნება დასრულებული. თბილისის უბნებში პრობლემები 2 დღის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ შექმნა. შესაბამისმა სამსახურებმა სხვადასხვა ლოკაციის დაზიანების ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. პროცესის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. თბილისის მერიის ყველა სამსახური სტიქიის შედეგების სრულ ლიკვიდაციამდე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. 2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წელთან შედარებით 19.3%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1,900,400,000 დოლარი შეადგინა. რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 82.5%. ამასთან უწყების ანგარიშით 3 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში 2025 წლის დაზუსტებული მონაცემებით 44.4% შეადგინა. პირველ ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 22.4%-ით, მეორეზე აზერბაიჯანი 11.3%-ით, ხოლო მესამეზე თურქეთი 10.6%-ით. ყველაზე მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში განხორციელდა. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების, ხოლო მესამეზე ვაჭრობის სექტორი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირდაპირ უცხოური ინვესტიციის მაჩვენებლები დააზუსტა. დაზუსტების შედეგად 2025 წელს პირდაპირ უცხოური ინვესტიციები 19%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობა $1,100,000,000 გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირ უცხოური ინვესტიციების დონით საქართველოს შესაძლებლის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი მოწინავეა და 2025 წლის მაჩვენებლებით 5%-ს უტოლდება. აქვე აღსანიშნავია, რომ საკმაოდ აქტიურ ფაზაშია გადასული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც ნიშნავს ქვეყანაში დამატებით ახალ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. გაიზარდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების დონე, დაზუსტდა მაჩვენებლები. $281,000,000 გადააჭარბა პირველი კვარტლის მაჩვენებლები 2026 წელს, ხოლო გასული წლის, ანუ 2025 წლის მაჩვენებელი $1,900,000,000-ზე მაღალია, გაიზარდა წინა წლების მაჩვენებელიც და ბოლო 4 წლის საშუალო მაჩვენებელი $1,955,000,000-ზე მაღალია. საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციებისათვის, ინვესტორებისათვის და ბუნებრივია ეს კონვერტირდება მაღალ ეკონომიკურ ზრდაში. ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყანაში სამეწარმეო პოტენციალის ზრდის მიზნით მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ცვლილებები ბიზნეს სუბიექტებს 70,000 ლარამდე მოცულობის უპრეცედენტო მიკროსესხის მიღებისა და პროექტში განმეორებით მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. ამასთანავე წარმატებულ ბენეფიციერებს გაზრდილი სასესხო ლიმიტით სარგებლობის უფლება ეძლევათ, სახელმწიფო კი თითოეულ მათგანს 80%-იანი გარანტიით უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში უკვე დადასტურებულია 1837 სესხი, დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა კი 83 მილიონ ლარს შეადგენს. დეტალებით ნუცა კოროშინაძე. მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა ფართოვდება. ახალი პირობებით ყველა მეწარმეს 70,000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება შეეძლება. სესხის 80%-ის გარანტიას კი სახელმწიფო უზრუნველყოფს. აქამდე მიკროსესხის მაქსიმალური ლიმიტი 50,000 ლარი იყო. სრულებებით გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალიც, რომელთა დაფინანსებაც პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი. ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მოახდინა ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი, რომლის ფარგლებშიც უკვე 20-დან 70,000 ლარამდე სესხებზე მიკრომეწარმეებს ეკნებათ წვდომა ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით. ფიქრობთ, რომ განახლებული ფორმატით პროგრამა კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს კერძო სექტორში. პროგრამა ერთჯერადი მხარდაჭერით აღარ შემოიფარგლება მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებმაც პროგრამით უკვე ისარგებლეს დაფინანსების განმეორებით მიღების შესაძლებლობა ექნებათ. წარმატებული ბენეფიციერებისათვის დამატებით ამოქმედდება 70,000 ლარიდან 150,000 ლარამდე განვითარების სესხი. შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთითა და კვლავ 80%-იანი სახელმწიფო გარანტიით. ეკონომიკის განვითარების კორპორაციაში აცხადებენ, რომ პროგრამის გაფართოების საფუძველი სწორედ მეწარმეების მაღალი ინტერესი და ბენეფიციერების შედეგები გახდა. დაემატა პროგრამით განმეორებით სარგებლობის შესაძლებლობა წარმატებულ ბენეფიციარებს შეუძლიათ რომ ისარგებლონ პროგრამით მეორედ 70,000-დან 150,000 ლარის ფარგლებში და მიიღონ შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი აღნიშნულ მეორე სესხს. პროგრამას უკვე 2 წელია წარმატებით ვახორციელებთ. პროგრამის ფარგლებში უკვე დადასტურებულია 1900-ზე მეტი სესხი და გაცემული სესხის მოცულობამ 85 მილიონ ლარს მიაღწია. მეწარმეებისათვის პროგრამის გაფართოება ბიზნესის განვითარების დამატებითი შესაძლებლობაა. გაზრდილი დაფინანსება მათ საშუალებას აძლევს გააფართოონ საქმიანობა, შეიძინონ საჭირო ინვენტარი და ტექნიკა, გაზარდონ წარმოება და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგრამით განმეორებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც უკვე წარმატებულ ბიზნესებს განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლისათვის დამატებით ფინანსურ რესურსს აძლევს.
ბოლოდინს გადააჭარბა და მიხარია რომ ესეთი თანადგომა და ესეთი ნდობა როგორც გამოგვიცხადა აწარმოეს საქართველოს და გვერდში გვიდგას, იმიტომ რომ 5 წლიანი ეს სესხი, მიკროსესხი, რომელიც არის სრულიად უპროცენტო, გონია რომ რაღაც ნაჩუქარი არის ესე რომ გიწყობს ყველანაირ ხელს რომ მართო შენი იდეები, შენი საქმე მოიყვანო სრულყოფაში, დაამტკიცე კიდევ ახალი პროექტი, სადაც 150,000 ლარამდე გაზარდეს ლიმიტი. მიკრომეწარმეების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლიდან მოქმედებს. ამ დროისათვის პროგრამის ფარგლებში უკვე დადასტურებულია 1837 სესხი. მათი ჯამური მოცულობა კი 83 მილიონ ლარს აღწევს. სახელმწიფო პროგრამის მთავარი ამოცანა მიკრობიზნესის ზრდის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სამეწარმეო შესაძლებლობების გაფართოება. ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გრძელდება. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი და ნარკოტიკების დაფასვებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეტალებით ლევან წუწუნავა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმტკიცებად ამოვიღეთ. დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავე და არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა კი ოქტომბერში ჩაინიშნა. მიმდინარეობს გამოძიება და ეს ვიტყოდით, რომ შეუძლებს საქმის არსებითი განხილვაზე ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას. ბრალდებული საცხოვრებელი სახლიდან პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასვებისთვის საჭირო მასალები. დაკავებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას არ ადასტურებს. ის ნივთები, რასაც გამოძიება აღიქვავს როგორც ასე ვთქვათ, ხელშემწყობ საშუალებებად, დამერწმუნეთ თითოეულ ჩვენთან განსაზღვრავს სახლში საიზოლაციო ლენტი. ეს საუბარი საიზოლაციო ლენტი სპეციალურ სახლში და ყველას მოხსნაში. ამაზე ვისაუბროთ, გამონია გამოძიება თუ მხოლოდ ამას ეყრდნობა. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოსთვის ეს მყარი არგუმენტი შეუძლებელია გახდეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 11 ახალი საჯარო სკოლა ქვეყნის 10 რეგიონში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების რეკონსტრუქცია რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები არსებული საპროექტო დოკუმენტაციის განახლებასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 130 მილიონი ლარია. სამუშაოები სკოლების თანამედროვე სტანდარტებით განახლებას, უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას ითვალისწინებს. თეკლა ბესტავაშვილი გიამბობთ. ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. ამჯერად ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა. პროექტების ჯამური სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 130 მილიონ ლარს შეადგენს. შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლებისთვის როგორც დეტალური საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება, ისე შემდგომ შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესრულება. მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა 11 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი. ტენდერის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 130 მილიონ ლარს. ტენდერი გულისხმობს სკოლების სრულ რეაბილიტაციას, კეთილმოწყობას. გარდა ამისა, ჩვენ ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ჰქონდა არაერთი შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან და მათ დავბედით, რომ წლის ბოლომდე გამოაცხადეთ 100 სკოლის სარეაბილიტაციო სამშენებლო ტენდერს. რეაბილიტაციის ფარგლებში სკოლებში სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები, სველი წერტილები, საინჟინრო ქსელები და სპორტული ინფრასტრუქტურა განახლდება. მოეწყობა სკოლის ეზოები და გარე ტერიტორიები. ყველა ობიექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება. სკოლების რეაბილიტაციის პროცესი 16 თვე გრძელდება. აქედან 4 თვე დაეთმობა პროექტირებას, ხოლო დარჩენილი 12 თვე იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტები შეთანხმებული იქნება შესაბამის მუნიციპალიტეტებთან და
გადაიცემა ნებართვები, ამის შემდგომ მოხდება მშენებლობის განახლება. პროექტი ქუთაისის, თელავის, ტყიბულის, ხონის, ბორჯომისა და რუსთავის სკოლებს, ასევე დმანისის, მესტიისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებსა და დაბა ჟინვალს შეეხება. დაბა ჟინვალის საჯარო სკოლაში 560 მოსწავლეა. სკოლის შენობას წლების განმავლობაში მხოლოდ ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დღეს უკვე სრულ განახლებას საჭიროებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი სკოლაში თანამედროვე სასწავლო გარემო იქნება. მოეწყობა ლაბორატორიები, რაც მოსწავლეებს დამატებითი შესაძლებლობების განვითარების საშუალებას მისცემს. მეზობელ სოფლიდან მოსწავლეებიც ასევე ამ სკოლაში სწავლობენ და შენობა არ არის ადაპტირებული, საჭიროებს რეაბილიტაციას, როგორც საკლასო ოთახები, ასევე მიმდებარე ტერიტორია, სველი წერტილები, სპორტული დარბაზი, გარე სპორტული მოედანი. ჩვენ შევძლებთ მოსწავლეებს შეუქმნათ უფრო თანამედროვე სასწავლო გარემო. სკოლების განახლებას ელოდებიან ქუთაისშიც, სადაც რეაბილიტაცია აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლასა და 24 დაწყებით სკოლას ჩაუტარდება. სამუშაოები დაგეგმილია რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაშიც. პროექტების მთავარი მიზანი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო თანამედროვე და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნა. 2 წელია, რაც გადავედით 25 საჯარო სკოლაში, რადგან სრულ რეაბილიტაციას მოითხოვს ჩვენი სკოლა. ამ ეტაპზე გამოცხადდა ტენდერი და უახლოეს მომავალში ალბათ იმედი გვაქვს მალე დაუბრუნდებით ჩვენს მშობლიურ კედლებს. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ორივე სკოლებს, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის მთლიან განახლებას, მოეწყობა ახალი საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული შენობა, ეს სრულად იქნება რეაბილიტირებული, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები. სკოლების რეაბილიტაცია ეტაპობრივად გაგრძელდება და პროექტების განხორციელებასთან ერთად განახლებული სასწავლო სივრცეებით კიდევ უფრო მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შიდა ქართლში, სამცხე ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებისას რეგიონების განვითარების მიმართულებით შესრულებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული გამოწვევების შეფასებასა და პრობლემების სწრაფი გადაჭრის გზებს. ამასთან ხაზი გაესვა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათთან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და მათზე მორგებული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების საშუალებებს. ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის 38 საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა. ნაკრების შერჩევა და მომზადება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით განათლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. საერთაშორისო ოლიმპიადა მოსწავლეებს ცოდნისა და უნარების გამოვლენისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს. მარიამ ნებიერიძე დეტალებით. ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები, საპატიო სიგელები, ასეთია საქართველოს ეროვნული ნაკრების შედეგი ინფორმატიკის 38 საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ტაშკენტში გამართულ პრესტიჟულ შეჯიბრზე ქართველმა მოსწავლეებმა 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის წარმატებით იასპარეზეს. უიასპარეზე წარმატებით პროგრამირების საერთაშორისო ოლიმპიადაზე უზბეკეთში, ტაშკენტში. ავიღე ვერცხლის მედალი. ავიღე ბრინჯაო ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, გავედი 99 ადგილზე და სამწუხაროდ ძალიან ცოტა დამაკლდა ვერცხლის მედლამდე. წელს ავიღე საპატიო სიგელი და წინა წლებში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მაქვს 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და 2 საპატიო სიგელი. ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კიდე დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, როგორც გითხარით, ზამთრის შეკრებაზე, შემდეგ ძირითად მეცადინეობაზე, ასევე დამატებით ერთკვირიან მეცადინეობაზე გადიოდნენ ინტენსიურ მზადებას. ჩვენთვის პატარა ქვეყნისთვის განსაკუთრებით ძალიან დიდი წარმატებაა და საერთაშორისო ასპარეზზე ეს წარმოაჩენს საქართველოს.
ნაკრების შერჩევას წინ რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი უძღოდა. გუნდის წევრები ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადისა და დამატებითი შესარჩევი ტურების საფუძველზე შეირჩნენ. მოსწავლეების მომზადებასა და საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობას კი შოთა რუსთაველის, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებდა. ჩართული ყავს საქართველოს საუკეთესო პედაგოგები, პროფესიონალები, სპეციალისტები, ექსპერტები, რომლებიც საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებ გუნდებს ამზადებენ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის. ოლიმპიადა 5 სასწავლო მიმართულებით ტარდება: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ინფორმატიკა. STEM პროგრამების ფარგლებში პედაგოგების გადამზადებითა და ახალი კადრების მომზადებით სახელმწიფო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულების განვითარებას აგრძელებს. განათლების მინისტრის თქმით, ამ მიზნით 400-მდე სკოლაში უკვე ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს STEM კლუბები, სადაც მოსწავლეებს შესაბამისი მიმართულებით ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა აქვთ. მომდინარე იქიდან, რომ STEM მიმართულება მეცნიერების ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებებია, ამ მხრივ გვაქვს ქვეყანაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევების საფუძველზე დამატებითი საჭიროება იმისა, რომ მეტი კადრი და მეტი პროფესიონალი აღიზარდოს შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე პროფესიული მიმართულებითაც. საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში 1996 წლიდან მონაწილეობს. ამ წლების განმავლობაში ქართველმა მოსწავლეებმა 7 ოქროს, 14 ვერცხლისა და 45 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ეს იყო პასტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, ხოლმე გემშვიდობებით ნახვამდის.